და შეევედრა მას გულით. ჩემი ასული სიკვდილის პირასაა, მოდი დაასხი მას ხელი, რათა გადარჩეს და იცოცხლოს. და წაჰყვა მას და მისთან ერთად მიდიოდა დიდი ბრბო და მას ეჭყლიტებოდნენ. იყო იქ ერთი ქალი, რომელიც 12 წლის განმავლობაში განუწყვეტელი სისხლდენით იტანჯებოდა. ბევრი ტანჯვა გადაეტანა მრავალი მკურნალისგან და ყველა ქონება დაკარგა და არავითარი შველა არ მიიღო, არამედ უარესად ხდებოდა, როცა მოისმინა იესოს შესახებ მივიდა ბრბოში და შეეხო მის სამოსელს, რადგან ამბობდა, თუ მხოლოდ მის სამოსელს შევეხები, განვიკურნები. და მაშინვე შეიმშრალა სისხლის დინება და იგრძნო სხეულში, რომ განიკურნა დაავადებისაგან. ხოლო იესუმ რომ შეიტყო, რომ ძალა გამოვიდა მისგან, მაშინვე შემოტრიალდა ბრბოში და თქვა, ვინ შემეხო ჩემს სამოსელს? და უთხრეს მას მოწაფეებმა, ხედავ, ხალხი გეჭყლიტება და ამბობ, ვინ შემეხო? და იხედებოდა ირგვლივ, რათა დაენახა ის, ვინც ესქნა. ხოლო ქალი შიშითა და კანკალით, რადგან იცოდა, რაც შეემთხვა, მოვიდა და დაემხო მის წინ და უთხრა მას მთელი სიმართლე. ხოლო მან უთხრა მას, ქალო, რწმენამ შენმა გიხსნა შენ. წადი მშვიდობით და განიკურნე შენი სენით. როცა ჯერ კიდევ